დღეს კიევში ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე. ცნობისთვის 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. როგორც CNN იწერს, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას პუტინი ელოდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას რამდენიმე დღეში დაიკავებდა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ თავისი ტერიტორიის დაახლოებით 11%-ზე კონტროლი დაკარგა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით კი უკრაინაში კონფლიქტის დროს 40,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. ამასთან შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე შესაძლოა კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს. რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ყავს საქართველოს მთავრობა. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც 3 პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და გამოთქვამს მწუხარებას ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ამასთან გამოცემის ცნობით აშშ რეზოლუციაში არ არის მითითებული, ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ. მას ერთი თანასპონსორი ყავს საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა, წერს Wall Street Journal. ამასთან გამოცემის ცნობით აშშ უკრაინისგან მოითხოვს გაეწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს. შვედეთი უკრაინას 113 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა. მისი თქმით, სტოკჰოლმში კიევს რობოტ 70-ის და ტრიდონ MK2-ის სისტემებს მიაცდის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები დიპლომატიური გზებით გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე რუსეთისა და ამერიკის მოლაპარაკებებზე, ასევე ამ პროცესში ანკარას როლზე ისაუბრებენ. ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლის თავს. ამასთან წყაროს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს. როგორც თურქულმა წყარომ განაცხადა, მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ კონტრაქტებს და წვლილს, რომელიც თურქეთს შეუძლია შეიტანოს ამ პროცესში. პუტინსა და ტრამპ შორის დიალოგი იმედის მომცემია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია არაფერმა შეუშალოს ხელი მათი პოლიტიკური ნების განხორციელებას. როგორც მან აღნიშნა, პუტინი ტრამპზე არანაკლებ უნიკალური პრეზიდენტია. პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა. Exit პოლების თანახმად ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ქრისტიან-დემოკრატიული ქრისტიან-სოციალური კავშირი ლიდერობს. მერცის ბლოკს ხმების 28.6% აქვს. მეორე ადგილზეა ალტერნატივა გერმანიისთვის, იგივე AfD ხმების 20.8%-ით. მესამე ადგილზე გავიდა მემარცხენე ცენტრისტული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია 16.4%-ით. ლიბერალურმა ალიანსმა მწვანეებმა ხმების 11.6% მიიღო. მეხუთე ადგილს იკავებს მემარცხენე პარტია 8.8%-ით. კონსერვატიული ბლოკის ქრისტიან-დემოკრატიული ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი ბლოკი არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის. Exit პოლის შედეგების შემდეგ კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ოლაფ შოლცმაც. მისი თქმით, არჩევნების შედეგები მწარეა მისი პარტიისთვის და მას მარცხად აფასებს. ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს არის მომენტი, როდესაც არჩევნების წაგება უნდა აღიარონ. შოლცის განცხადებით, წინა არჩევნებზე პარტიას უკეთესი შედეგი გიქონდა, რაზეც პასუხისმგებელი იყო. მან კონსერვატულ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ვერასდროს მიიღებს ულტრამემარჯვენე პარტიას.